მოგესალმებით, თქვენ უყურებთ Motoholics. დღეს ჩვენ განხილვაში გვეყოლება ლეგენდარული წარმოებლის ერთ-ერთი მოდელი, ეს არის MV Agusta Dragster RR 2023 წლის მოდელი და დღეს გვექნება სწორედ ამ მოტოციკლის განხილვა. ყოველგვარ ტექნიკურ განხილვამდე უმჯობესია ითქვას თუ რა სეგმენტს განეკუთვნება ესა თუ ის ტექნიკა. MV Agusta Dragster RR კი არაა შექმნილი იმისთვის, რომ ტრენდებს მიყვეს. ის იმისთვისაა, რომ სამყაროს შეახსენოს, რომ მოტოციკლები შეიძლება იყოს ხელოვნება. ხელოვნება, რომელშიც ინჟინრული საოცრება და ემოციები ერწყმის ერთმანეთს. დიახ, გემოვნებაზე არ დაობენ და ბევრია ისეთი, ვისაც რაღაც კონკრეტული მოდელი შეიძლება არ მოწონდეს, მაგრამ ამ ბაიკის ყოველი მონახაზი, ყოველი ბოლტი, ყოველი შემადგენელი კომპონენტი უბრალოდ იტალიურად გამორჩეული და განუმეორებელია. ამაში კი სწორედ ვიდეოს მიმდინარეობისასაც დარწმუნდებით. თემას რომ არ გადაუხვიოთ თუ რა სეგმენტს ეკუთვნის, ასე გეტყვით. მაგალითად 40-45 ცხენის ზალა დამწყებებისთვის იდეალურად თუ მიგვაჩნია, MV 140 ცხენი და 87 ნიუტონ-მეტრი, ხოლო 175 კილოდან თავად განსაჯეთ რა კატეგორიის მოტოციკლს წარმოადგენს. შედარებისთვის კი კონკურენტები 900 კუბიან კლასში გვთავაზობენ 115-დან 130-მდე ცხენის ზალას, MV კი 798 კუბიანი ფიცხი 3 ცილინდრიდან 140 ცხენს უტოლდება. MV Agusta ბრენდი, რომელიც არა უბრალოდ მოტომწარმოებელი, არამედ სპორტული DNM-ის მატარებელი კლასიკაა. ზუსტად ამას მოწმობს მათი ტიტულოვანი შოურუმი, სადაც მსოფლიო ჩემპიონატების ათეულობით ჯილდოა წარმოდგენილი. როგორც მრბოლელებში, ისე კონსტრუქტორებში. ესე იგი, როგორც უკვე ვთქვით, ბაიკს აქვს 140 ცხენის ზალა, 87 ნიუტონ-მეტრი და ეს სიმძლავრე ბაიკზე მოდის 10000 აბაროტიდან ზევით. რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ძრავს შეუძლია იდეალურად იმუშაოს მაღალ აბაროტებზე. თუმცა, 3 ცილინდრიანის ბუნებიდან გამომდინარე, ბაიკი დაბლებშიც ძალიან ფიცხია და მისი მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ-მდე. გრადუსიანი, რაც განაპირობებს მაღალი ბრუნების და სიმძლავრის თანაბრად განაწილებას. ასევე ბაიკს აძლევს ულამაზეს ხმას. რა თქმა უნდა, ძრავი მუშაობს თხევად გაგრილებაზე. გადავიდეთ წვისა და გაზის სისტემაზე. გვაქვს სრული ride-by-wire სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ზუსტ გაზს და სხვადასხვა რეიდინგ მოუდებს. ხო, მართლა, თუ უცხო ტერმინებს მოისმენთ, რომელსაც ვერ ხვდებით თუ რას ნიშნავს, ამოვარდება ვიდეო, სადაც შეგიძლიათ გადახვიდეთ და საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია მოისმენოთ. საწვავის მიწოდება კი ხდება იჟექტორული სისტემით, MV Agusta-ს სუპერ დახვეწილი MVX სისტემით, რომელიც 3 დაბალი და 3 მაღალი ინტენსივობის იჟექტორით გადაადგილებას, როგორც დაბალი სიჩქარისას, ასევე აგრესიული მართვისას არის ძალიან სასიამოვნო. გადავიდეთ წონაზე და კორპუსზე. MV Agusta Dragster RR ჩვენ სასწორს თუ რაღაც 175 კილოგრამით დაამძიმებს, რაც ესეთი პერფორმანსისთვის ძალიან მაგარი შედეგია. კორპუსი მილური ფოლადის ტრელისისგანაა, სადაც ძრავი განთავსებულია სტრეს მემბრად. ეხლა კი გადავიდეთ swing arm-ზე, იგივე მაიატნიკი. ხედავთ რომ ხდება ცალი მაიატნიკით, რომელსაც ვიდეოშიც გაჩვენებთ და ახსნით თუ რატო არის დარისთვის და ასევე ულამაზესი აი ეს დეტალი, რომელიც ძალიან თვალს შესამჩნევი და ლამაზია. ორი სიტყვით აგიხსნით თუ რატო ითვლება ეს უპირატესობად და რატო არის კარგი და რატო ხდება ეს პრემიუმ კლასის ბაიკებში. ესე იგი, ამორტიზატორის ქვევით, რაც უფრო დაბალი იქნება მოტოციკლის წონა და შემცირებული იქნება ამორტიზებული მასა, უკეთესი მართვა გვექნება ამ შემთხვევაში და ამებს უფრო შევხვდებით პრემიუმ კლასის ბაიკებში. გადავიდეთ ამორტიზაციაზე. MV შემთხვევაში გვხვდება პრემიუმ კლასის მარზუკის ამობრუნებული ჩანგლები, რომელიც არის 53 მმ-იანი, რაც განაპირობებს უფრო მეტ სიმყარეს და არის სრულიად რეგულირებადი. სრული რეგულირება კი გულისხმობს იმას, რომ შეგვიძლია ცალ-ცალკე დავარეგულიროთ ბაიკზე კომპრესია, reboundi და preload. ამ დონის რეგულირება კი გვაძლევს საშუალებას მოვირგოთ ბაიკი ჩვენს გემოზე, ქალაქის პირობებში, ქალაქში ხვეულ გზებზე, ან ასევე მოვირგოთ ტრეკისთვის. უკან კი გვხვდება პრემიუმ ბრენდის Saxis პროგრესული მონოშოკი, რომელიც ასევე სრულად რეგულირებადია, ხოლო პროგრესული შეიძლება ასე განვმარტოთ. სტანდარტული მართვის პირობებში ჩვენი ამორტიზება არის ძალიან რბილი და კომფორტული, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ უკვე აგრესიულ მართვაზე გადავდივართ, ჩვენი ამორტიზებაც მოყვება და გადმოდის უფრო აგრესიულ მართვის პირობებზე. მოკლედ, ყველა ღონია ნახმარი, რომ ამ ბაიკის გამოცდილება იყოს სრულიად უნაკლო. გადავიდეთ უშუალოდ საბურავებზე, წინაც და უკანაც გვხვდება პირველი Rosso Diablo 4-ები, რომელიც ძალიან კარგად გამოიყენება ქალაქის პირობებშიც და კარგად გამოიყენებენ ტრეკზეც. წინ გვხვდება სტანდარტული 120-70-ზე 1.17, ასევე
უკან კი არ არის სტანდარტული, არის ძალიან ლამაზი და დიდი 200-იანი 55-ზე. ეს ძალიან მომწონს უკან დიდი და განიერი საბურავი, ესეც არის 17-იანი. გარდა ვიზუალური სილამაზისა, უკანა 200-იანი საბურავი გვაძლევს დიდ უპირატესობას სწორ გზაზე ჩასაჭერად. წინ გვაქვს ორი ცალი 320 მმ-იანი სამუხრუჭე დისკი ორივე მხარეს. ასევე აღჭურვილობა გვაქვს Brembo-s სუპორტებით, სადაც მოთავსებულია 4 გუში, რომელიც რადიალურად არის განთავსებული. უკან კი ერთი 2 ცილინდრიანი სუპორტი 220 მმ-იან დისკზე. აღნიშნული კონფიგურაცია იძლევა ძალიან მაგარ შეგრძნებებს საწყისი ტორმუზისას და ამ ყველაფერს ინარჩუნებს აგრესიული მართვის დროსაც. ბუნებრივია, ტორმუზის თლიანი სისტემა ზის ABS-ზე, რომელიც აღჭურვილია Bosch-ის პრემიუმ ხარისხის სისტემით. სხვათა შორის ამას აქვს მოუდი, რომელსაც შეუძლია რომ დაგვიცვას სტოპისგან თუ ეს ჩვენ სურვილებს ეწინააღმდეგება, რა თქმა უნდა. ეხლა კი შევეხოთ უკვე ევრორეგულაციებს და ხმას. შეუძლებელია რომ ესეთი ლამაზი მაყუჩი გამშვები გამოგჩეს და დავტოვოთ უყურადღებოდ. ამ გამშვების კადრებს თქვენ ნახავთ ვიდეოში. არის ძალიან ლამაზი და გამოიყურება რაღაცა ძალიან ის აგრესიულად. მიუხედავად კაცრი რეგულაციებისა, stock bike-საც აქვს ისეთი ხმა, რომელიც პირდაპირ მიგვანიშნებს MV Agusta-სკენ. მისი აგრესიული და უხეში ტონალობა stock მდგომარეობაშიც კი საოცარ soundtrack-ს იძლევა. მოკლედ, ქეთს ვიხრით MV Agusta-s წინაშე, რომ ამდენი რეგულაციების და ესეთი სიმკაცრის მიუხედავად მაინც ჩადეს ყველანაირი მცდელობა, რომ შეინარჩუნებინათ ეს აგრესია, ვიზუალი, ხასიათი და ყველაფერი. გადავიდეთ რაიდინგ მოუდებზე და ტრექშენ კონტროლზე. მოტოციკლეტი აღჭურვილია 4 მოუდით. ეს არის წვიმის მოუდი, სპორტ მოუდი, ტრეკის მოუდი და ერთი არის custom მოუდი, რომელიც შეგვიძლია რომ ჩვენს გემოზე ავაწყოთ და დავამახსოვროთ მოტოციკლეტში. თითოეული მათგანი გავლენას ახდენს გაზის გრძნობელობაზე, მაქსიმალურ სიმძლავრეზე და ძრავის მუხრუჭეს კი. ყურადღებას გავამახვილებ ტრექშენ კონტროლზე, რომელიც არის 8 დონიანი. ჩვენ შეგვიძლია რომ ძალიან უსაფრთხოდ გამოვიყენოთ უსაფრთხოებისთვის ეს ყველაფერი და ასევე ჩვენი სურვილის შესაბამისად ყველანაირი ლიმიტი მოგხსნათ მოტოციკლეტს. გაგიკვირდებათ და მოტოციკლეტი აღჭურვილია კრუიზ კონტროლით. შესაძლებელია გაგიჩნდეთ კითხვა თუ Street Fighter-ში რა გვინდა კრუიზ კონტროლი, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ იმყოფებით ავტობანზე ან მივდივართ სადმე შორგზაზე და ხელის გაშვება მოგვინდა საჭეზე, მოკლედ ძალიან დიდი პლუსია, ღილაკით იმართება, ეს ყველაფერი შეგვიძლია ჩვენს სასურველ სიჩქარეზე დავაყენოთ და ჩვენი მოტოციკლეტი გააგრძელოთ იმ სიჩქარეს იარულს, თუ გინდა ბაიკზე ადი. ერთი-ორ სიტყვას გეტყვით დეშბორდზეც, კადრებს აუცილებლად ჩავსვავთ და ნახავთ. დეშბორდი არის 5.5 ინჩიანი TFT დისპლეით, რომელიც საკმაოდ ინფორმატიული და მარტივად გაგებადია. განსაკუთრებით გამოვარჩევდი ჩვენი დეშბორდის ინფორმაციიდან იმას, რომ მართვისას ბაიკის დახრის კუთხეს გაჩვენებს თვითონ დეშბორდზე, რა დონით free bikes, რაც სპორტული მართვისას არის ძალიან საინტერესო და ძალიან დიდი ფუფუნება. ასევე გამოვყოფდი ჩაშენებული მაპი, რომელიც არის ჩვენს დეშბორდზე. აუცილებელია ამისთვის, რომ ტელეფონში გქონდეს MV Agusta-s აპლიკაცია, რითიც დავაკავშირებთ Bluetooth-ით ჩვენს მოტოციკლეტთან და ფაქტიურად გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჩვენი დეშბორდი გადავაქციოთ რუკად. ასევე ზარები და ნოტიფიკაციების მართვა შეგვიძლია ჩვენი დეშბორდიდან, ყველანაირი შეტყობინება მოგდის აი აქ. განათებაზეც გეტყვით, მოკლედ, იმის მიუხედავად, რომ ძალიან ლამაზი დიზაინით არის და მართლა ულამაზესად არის გამოყვანილი თითოეული დეტალი, განათების მხრივ ჩვენ წინას და უკანა მხარესაც გვაქვს LED განათება, რომელიც არა მარტო ვიზუალს, არამედ ძალიან მაგარ განათებას იძლევა. განსაკუთრებით გამოვარჩევდი აი ამ ლამაზ ცხვირს, ფარს, რომელიც აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ეს MV Agusta-ა. გადავიდეთ წვაზე და აუზის მოცულობაზე. ეს მოტოციკლი ბაკში იტევს 16 ლიტრ ნახევარ საწვავს და შერეული მართვისას 100 კილომეტრზე მოიხმარს 6 ლიტრ ნახევრამდე. შეიძლება ეს წვა მთლად ეკონომიურს არ გავდეს, მაგრამ დრაგსტერი შექმნილია თრილერისთვის და არა სუპერ ეკონომიისთვის. მოკლედ, ბუღამიანი მართვის პირობებში ეს მოტოციკლი სავსე აუზით 250-დან 270 კილომეტრამდე გაგვატარებს, რაც ჩემი აზრით სრულიად მისაღები და ძალიან მაგარიც არის. გადავიდეთ ერგონომიკაზე და საუბარს დავიწყებ ground clearance-ის.
ground clearance-ით, რომელიც არის 15 სანტიმეტრამდე, 14 და 9, რაც Street Fighter-ისთვის და ზოგადად მსგავსი სტილის მოტოციკლეტისთვის ძალიან დამაკმაყოფილებელია. ჯდომის სიმაღლე კი გახლავთ 84.5 სანტიმეტრი, რომელიც სტანდარტულთან შედარებით ოდნავ მაღალია, თუმცა იმისთვის რომ ბაიკი არის სპორტულად შექმნილი, ეს ლიუსადაც კი ითვლება და ამ შემთხვევაში ხდება ვიწრო სკამი, რომელიც გვაძლევს ფეხების დადგმის კარგად საშუალებას. ანუ ჩემი სიმაღლის ადამიანებისთვისაც იდეალურია მეტრას 76. ეხლა დავждები მოტოციკლზე და ნახოთ თუ რამდენად შევძლებ რომ მივწვდე თავისუფლად და ჩვეულებრივად. ცოტა დაღმართზე დგას. ავწიეთ. აი ესე. აქეთ რა თქმა უნდა დაღმართია და ცოტა ის არის, მაგრამ ორივე ფეხზე ჩვეულებრივად გავარ. ეხლა ეს ცოტა განიერი სკამი რო იყოს, შეიძლება ვეღარ მიწვდენილიყავი უკვე, მაგრამ იმდენად კარგად არის გათვლილი ყველაფერი, რომ თავისუფლად. ეხლა კი გადავიდეთ უკვე ბაიკის მართვაზე, რას შეგრძნებები დამიტოვა. ქალაქის პირობებშიც და ქალაქგარეთაც ბაიკი იყო აი ანუ იმის მიუხედავად რომ სპორტულად არის შექმნილი, უკომფორტულესი და უსასიამოვნესი სამართავი მართლა. უბრალოდ აქ ერთადერთი რაც არის ქარისგან დაცვა საერთოდ არ გვაქვს, როგორც ხედავთ, თუმცა ეს ბაიკი შექმნილია თრილერისთვის და ქარიც ჩვენს ემოციებს უფრო ამძაფრებს. ვიდეოს ამ მომენტში როგორც წესი კონკურენტებზე ვსაუბრობ ხოლმე, თუმცა ძალიან პრემიუმ ხარისხის მოტოციკლი მყავს წარმოდგენილი და ესე ძნელია რომ ერთ მოტოციკლებს კონკრეტულად შევადარო, თუმცა ტრიუმფი 765 შეიძლება ხასიათით ცოტა შევადარო, თუმცა ეს ვაფშე სხვა დონეა და სხვა კლასია ეს მოტოციკლეტი, ასე რომ ამაზე ბევრს არ ვისაუბრებ. გადავიდეთ სერვის ინტერვალებზე. ამ მოტოციკლის შემთხვევაში როგორც სპორტებზე არის ხოლმე ძირითადად ქარხანა რეკომენდაციას გვიწევს რომ შევცვალოთ და დავასერვისოთ ჩვენი მოტოციკლი გამოვცვალოთ ზეთი 6000 კილომეტრზე, თუმცა ჩემი რო იყოს ეს მოტოციკლი პირადად 6000 კილომეტრი კი არა, ალბათ 3000 კილომეტრზე გამოვცვლიდი ზეთს. ეს არა იმიტომ რომ MWS ხარისხში ან რომელიმე ბრენდის წარმოებლის ხარისხში მე ეჭვმეპარება, არამედ იმიტომ რომ მე მინდა რომ უბრალოდ ვიზრუნო ჩემს ტექნიკაზე და ვიყო მშვიდად. ეს ძრავი MWS რამოდენიმე მოდელში ხდება. ის უკვე გამოცდილია და აქვს საკმაოდ კარგი რეპუტაცია, სიძლიერი და გამძლეობით. ელექტროობაზეც ვთქვათ 1-2 სიტყვა, როგორც საიმედო გამოცემები ამტკიცებენ, ეს მოტოციკლი აღჭურვილია ძალიან სანდო და კარგი ხარისხის ელექტროობით. ეხლა კი სანამ ბაიკის დათვალიერებაზე გადავიდოდეთ, მე მიწევს რომ დაგემშვიდობოთ. მადლობას გადავუხდით ჩვენს სპონსორებს გვერდში დგომისთვის, ამსოილი, ასევე მოტოევაკუატორი, რომლის გამოყენებაც თქვენ შეგიძლიათ. და ასევე ჩემი დიდი თხოვნა იქნება რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, უყუროთ, გადაუზიაროთ მეგობრებს და რაც საჭიროა გააკეთოთ ყველაფერი, დაალაიქეთ. ეხლა კი გიტოვებთ ამ ულამაზეს და აუცილებლად კარგად დეტალურად დაათვალიერეთ, ადევნეთ თვალი ვიდეოს. ორი საკითხი, რომელიც წინასწარ მომზადებულ განხილვაში გამოგრჩა, იმიტომ რომ საკმაოდ ლაგჟერი და ეგზოტიკური ტიპის მოდელთან გვაქვს საქმე. საუბარი ამ შემთხვევაში მარტივად რომ ვთქვათ, smart clutch-ზე, რაც ქალაქის მართვის პირობებში გვაძლევს ძალიან დიდ უპირატესობას, რადგან ფაქტიურად გაჩერებული მოტოციკლი უხეშად რომ გავუშვათ პირველ სიჩქარეში, დავუშვათ ეგრეთ წოდებულ ცეპლენიას ხელი, ბაიკი არ ქრება. ანუ ეს smart სისტემა თვითონ განსაზღვრავს შექმნილ ვითარებას და ელოდება ჩვენი გაზის inputs. ეს ყველაფერი ხდება იმდენად მოქნილად, რომ თავდაჯერებულობით გვავსებს. და ყოველდღიურ მოხმარებაში და გადატვირთულ ტრაფიკში ეს ალბათ იქნებოდა ძალიან დიდი უპირატესობა და პლუსი. ამის გარდა შევამჩნიეთ უშუალოდ გამოყენების პროცესშიც, რომ ლამაზად დიზაინში ინტეგრირებულად არის steering demperi ჩაშენებული ქარხნიდანვე, ესე რომ ვთქვათ, რომელსაც სხვადასხვა რეჟიმები აქვს 12 დონეზე რეგულირდება და ჩვენი ტესტების მიხედვით ხელში და იმ მცირედი ტესტირებისას, რომელიც შევძელით, საკმაოდ ეფექტურად და წარმადად უნდა მუშაობდეს. დემპერი, როგორც მოგეხსენებათ, საკმაოდ ძვირიანი დანამატია ბაიკებისთვის, რომლებსაც ეს არ მოყვება და მსგავსი მოდელისთვის ამაზე ცალკე ზრუნვა ალბათ საკმაოდ უხერხული იქნებოდა.
მადლობა ემუი აგუსტას, რომ ამაზე თვითონვე იზრუნეს და ასეთი დიზაინის და შეხედულების განუყოფელი და ინტეგრირებული ნაწილი გამოვიდა steering damper-იც. ამდენი საუბრის მერე კი მოვიდა დრო ბოლო-ბოლო გაცნობოთ თუ სადაა ეს საოცრება ხელმისაწვდომი. ანუ სად შეგვიძლია შევიძინოთ. ბაიკლენდში, რომელიც არის ემუი აგუსტას ოფიციალური წარმომადგენელი და გვთავაზობს მის არაერთ უნიკალურ და უდაოდ გამორჩეულ მოდელს. ბუნებრივია სერვისის თვალსაზრისითაც ბაიკლენდის იმედი უნდა გქონდეთ და ჩვენი გამოცდილებიდან თამამად ვიტყვით, რომ როცა ბრენდს ქვეყანაში ჰყავს ოფიციალური წარმომადგენელი, ძალიან ბევრ თავის ტკივილს აგვარიდებს თავიდან. ასევე უდიდესი მადლობა გვინდა მოუხადოთ ბაიკლენდს, რომელმაც ეს ულამაზესი და უძლიერესი ტექნიკა მოგვანდო განსახილველად. და არა მარტო განხილვის შესაძლებლობისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ არიზარებენ და გვანებიურებენ ისეთი ბრენდის წარმომადგენლობით, როგორიც არის ემუი აგუსტა. გარდა ემუი აგუსტასი ბაიკლენდი გახლავთ არაერთი ლეგენდარული ან და ახალი, მაგრამ ხარისხისა და ამბიციების მქონე ბრენდების წარმომადგენელიც. მოკლედ, მიბრძანდით ბაიკლენდში, დაათვალიერეთ მათი შოურუმი და გაეცანით ფართო არჩევანს, რომელიც დაგხვდებათ იქ წარმოდგენილი. ეპიზოდის ბოლოსკენ გვინდა ზოგადი შთაბეჭდილებების შესახებ გესაუბროთ. დატვირთულ ტრაფიკშიც კი, როცა ყველას თავის საქმეზე მიეჩქარება, ემუი აგუსტა დრაგსტერ RR უდაოდ თავების მომტრიალებელი მოტოციკლეტია. დიახ, მისი ულამაზესი ყვითელი paint job-ი, რომელიც საოცრადაა შეხამებული ერთდროულად ეგზოტიკურ და აგრესიულ დიზაინთან, თავს პრაქტიკულად ქუჩის მთავარ ფიგურად გაგრძნობინებთ. ხვდებით და გრძნობთ, რომ ყურადღების ცენტრში ხართ როგორც მეფე. და დარწმუნებული ხართ, რომ სადაც არ უნდა მიხვიდეთ ამ მოტოციკლით, ყველგან თქვენზე გადმოვა ყურადღება. მიუხედავად აგრესიული ვიზუალისა, ბაიკი ყოველდღიურ რაიდებში საკმაოდ მოქნილი და დახვეწილი გამოდგა ჩვენი შთაბეჭდილებებით. რადგან დაბალ ბრუნებში იგრძნობა მისი დახვეწილი და თანაც ფიცხი ბუნება, ხოლო ამორტიზაცია ძალიან კომფორტულს ხდის გადაადგილებას. ფაქტიურად ყოველი მოსახვევი ქალაქგარეთაც თავდაჯერებულობის და სიამოვნების ეფექტით გავსებთ და გიჩენთ სურვილს იმაზე შორს გააგრძელოთ სვლა, ვიდრე ამას თავიდან გეგმავდით.